აი ამით ბოროტი ძალიან სარგებლობს სამწუხაროდ და მერყევ ნაწილს, შეიძლება ახალგაზრდულ ნაწილს, შეიძლება გამოუცდელს ან ისეთ სულს, რომელიც არ არის დაფუძნებული მყარ სულიერ სარწმუნოებრივ ბაზისზე, ანუ ქრისტეს სარწმუნოებაზე. აი ესეთ ნაწილს შეექმნა პრობლემა. სამწუხაროდ ახლა მე ვერ ვიტყვი რა პროცენტია ეს და რამდენია შემადგენელი ის, ვინც აი ამ თქვათ განსაცდელებმა დააშორეს, ღმერთს დააბრკოლეს, მაგრამ მე მინდა აი ამ ნაწილს უთხრა, აი ესეთ ადამიანებს, რომ მოდით ჩვენ შიგნით ვეძებოთ უფრო პრობლემა ვიდრე გარეთ. შეიძლება გარეთ იყოს, ამას არ უარყოფთ. შესაძლებელია ეს იყოს სასულიერო პირში, შესაძლებელია იყოს ეს რაღაც მოვლენაში, რომელიც სამწუხაროდ თქვათ ნეგატიურად დაუკავშირდა ეკლესიას, მაგრამ მე მინდა უთხრა კონკრეტულ ადამიანს, არა თქვათ მასასა და არა ჯგუფს, აი ინდივიდუალურად აღებულ ერთ ადამიანს, რომელსაც რაღაც კითხვები აქვს, რაღაცა თქვათ დაბრკოლება გაუჩნდა. აი პირადად თქვათ მე ავიღო ჩემი ცხონებისათვის. ხომ? რა პრობლემა არის? როგორ შეიძლება ჩემსა და ღმერთს შორის ვინმე ჩადგეს, ან რაიმე მოვლენა ჩადგეს? მე ეს ხელს რაში მიშლის? ჩემი დაბრკოლება არის ჩემი პირადი ცოდები. გარიგანი ფაქტორი ძალიან ნაკლებად დამაზიანებელია. ის რა წარწმეთს ადამიანსა და ღმერთს დააშორებს, ეს არის ცოდვა. ეს არის სუბიექტური შინაგანი დაბრკოლება, შინაგანი ფაქტორი. თორემ თქვათ რაც არ უნდა ხდებოდეს ჩემს გარეთ, თქვათ სასულიერო პირია ეკლესია არის. ეს მე რა? მე ამით დამაკლდა ცოდვები, თქვათ ჩემსა და ღმერთს შორის, თქვათ ან მომემატა ხო, რაიმე ჩადგა არაფერი. მე ხომ მე ვარ ამით. თქვათ მავანმა რაღაც დააშავა, ან თქვათ რაღაც ისე ვერ არის. მე ამათ კი არ ვუარყოფ, რომ თქვათ ხო, გავამართლო რაიმე და გადავაფარო, არა. უბრალოდ მე მინდა რომ ადამიანი არ დარჩეს აი ამ მდგომარეობაში, ის ხომ ცოდვა, ამას მოევლება, გარე ფაქტორები დალაგდება, ასეა თუ ისეა, ეს ასაერად ეს აგორებული ტალღაა და ეს ყოველთვის ესე იყო ისტორიულად ეკლესიის ისტორია, რომ ჩვენ გავიხსენოთ, ხან დევნა იყო, ხან მშვიდობა იყო, ხან თქვათ გრევა იყო, ხან შენება იყო, არის ჟამი შენებისა, არის ჟამი თქვათ გრევისაო, ნათქვამი არის უძველეს სიბრძნეში, მაგრამ აი მოდით დავფიქრდეთ საკუთარ თავზე, მე რა ამით, მე ხომ უფლის წინაშე უნდა წავდგე როგორც ერთი ადამიანი და რას ვიტყვი მე, როგორ გავიმართლებ თავს, რომ ის ისეთი იყო, ეს ესეთი იყო, ესეთი იყო და ღმერთო შენ ამის გამო მე გულიდან ამოგიღე? არა, პირიქით, ეხლა უფრო გმართებ ჩვენ ერთობა, უფრო გმართებ სიყვარული, რომ ერთმანეთს აი ამ განსაცდელში რაღაცაირად ხარი გაუმაგროთ. სასულიერო პირიც ადამიანია. ყველა ადამიანები ვართ. ახლა ციდან ჩამოსული ანგელოზი აქ არავინ არ არის და არავის არ აქვს პრეტენზია რომ უცნობელია. უცნობელი კიდევ ერთხელ ეკლესიის სულიერი მისტიკური ნაწილია და თავად ქრისტეა უცნობელი და მოდი ამას დავეფუძნოთ. და სხვა ყველაფერი ადამიანურია და იმ ადამიანურში ყოველთვის არის ცვალებადი, ყოველთვის არის ცნობილი ნაწილი რაღაც. ხო და აი ეს მინდა კარგად გაიაზროს ადამიანმა, რომ არ შეიძლება არავინ და არაფერი გარეგანი ჩადგეს შენსა და ღმერთს შორის. იმიტომ რომ ყველა ადამიანი უნიკალურია, ყველა ადამიანი არის შობილი როგორც ღვთის შვილი, მომავალი განხრობისათვის. ხო და ეს არის ერთგვარი ალიბი აი მზაკრული დაცემული ადამიანის გონების ნაყოფია, რომ უნდა რომ პასუხისმგებლობა აერიდოს ღვთის წინაშე. აბრალის და გარე ფაქტორებს ეძებს იმას და სადღაც რომ დაუკვირდეთ, აი ესეთ ადამიანებს უხარიათ კიდევაც, რომ საბამი მიეცათ პასუხისმგებლობა თითქოს აერიდო მჭყალებში, აერიდო ღვთის წინაშე, რომ აი ის რომ ისეთი იყო, უი რა კარგია, ესე იგი მე სათქმელი მაქვს. აი ეს ახლა ესეთი განსაცდელი იყო რაღაც დაშვებული და მე თუ კი ვინმე რაიმეს მეტყვის, ან თქვათ მომიწოდებს ხომ, მე აგერ აი ხელში მიჭირავს, ასე თქვათ საბუთი, რომ აი ამიტომ და ამიტომ ვერ გაგამართლებს, არ შეიძლება, ხო, გარეგანი, ასე თქვათ, დამაბკოლებელი ფაქტორი ვერ წარწმეთს ადამიანს, ვერ დააზიანებს იმდენად, რამდენადაც შინაგანი მის, ეს გავიაზროთ. ხო და აი ეს მინდა ყველას უთხრა, რომ ნუ მივაქცევთ ყურადღებას, თქვათ, რაღაცა აი მიწიერს. მოდი შინაგანში, სულიერში, ჩვენში ჩავიხედოთ, თუ კი რაიმე მტკივნეულია ჩვენს ეკლესიაში, ხომ ეკლესია ხო ჩვენი დედა, უფალი მამაა და საკუთარ მშობელს, თქვათ, ოჯახში რომ რაიმე, თქვათ, ფეხი დაუცდა, ან სნეულება აქვს,
ნუ თუ ჩვენ ხელი უნდა ვკრათ ამ პირიქით რაღაცაირად დავცინოთ ნოეს შვილივით, ხომ? ერთ-ერთი რომელიც კრეხელურად მოიქცა პირიქით, ეს ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ერთი ერიშვილები ვართ, ერთი უფლის შვილები ვართ. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ აი სიტყვაზე მოყვასი ადამიანი ნებისმიერი ვთქვათ დაბრკოლდა თუ რაღაცაირად დაზიანდა თუ დასნეულდა ხომ იმას როგორ შეიძლება რომ რაღაცაირად ხელი კრა ან პირიქით მეორე მხრიდან რაღაცნაირი მკრეხელობა და დაცინა წამოვიდეს აი თითი რომ მткиოდეს ადამიანს რა სიტყვის რომ ეს თითი ჩემი არ არის და ნუ თუ მას მთელი სხეული არ ტკივა ნუ თუ ეს ერთის ტკივილი ერთი ასოს ტკივილი მთელი ორგანიზმის ტკივილი არ არის ჩვენ ამის გაცნობიერება გვიჭირს ხანდახან და რაღაცნაირად თვლით რომ ის უცხოა, ის სხვა არის, ის მე არ მეხება. ჩვენ ყველა ერთი დედა ეკლესიის შვილები ვართ ახლა ამ წუთში არის ეკლესიასთან ახლოს თუ არ არის პოტენციურად. აი ღვთისმშობლის დღესასწაულია ხო წიღვთომილობის და როგორ შეიძლება ყოვლა წმინდა ღვთისმშობელს არ ტკიოდეს რომელიმე ქართველი მით უმეტეს აი ესეთი რომელიც თქვათ ამ წუთში რაღაც ისეთ გაურებულ და თქვათ დაბრკოლებულ მდგომარეობაშია. აი წარმოვიდგინეთ ნებისმიერი დედა და თქვათ ხო შვილი თუნდაც ურჩიშვილი. რა მე წარმოვიდგენია დედა მართლაც გულითადი რომ ის შვილი მას არ ტკიოდეს თუნდაც არ ამართლებდეს იმ შვილობას და მით უმეტეს თუ კი ასე ხორციელი დედები ასეთ სიყვარულით არიან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი რომელიც მართლა სამსებაა სიყვარულისა ხო მას როგორ არ ტკივა და პირიქით ყველა ცდილობს რომ აი მის კალთაში მოუყაროს თავი რაღაცნაირად და აი ამიტომაც ეს არის გიორგი ეს პერიოდები არის აღმართი დაღმართი დაცემა წავიკითხოთ ქართლის ცხოვრება წავიკითხოთ ბიბლია ებრაელთა ისტორია როგორ დაშორდებოდნენ უფალს დაეცემოდნენ ცოდვაში მერე ისევ სინანული წამოდგებოდნენ დაუბრუნდებოდნენ აი ამ პროცესს გადის ეკლესია ამ პროცესს გადის ერი ამ პროცესს გადის თითოეული ინდივიდუალური ადამიანი და რაღაცნაირად აი ახლა აი ეს პერიოდია რომ აი ადამიანმა კარგად გაიაზროს თქვათ გადახარშოს ეს ყველაფერი ის რაც ემოციური იყო მასში ის რაც სუსტი იყო სარწმუნება თქვათ არ იყო კარგად გააზრებული რისთვის მივედით ეკლესიაში ხომ ეხლა ერთგვარი აი ამის ასე თქვათ გადახარშვის გამოწრთობის აი ამ სიტყვას ვიხმარ ოქრო რომ გამოიწრთობა და ეს მინარევი რომ და მავნე გარეთ დარჩება და ხალასი რომ გამოვა ალბათ რაღაცნაირად ამ პროცესს გავდივარ ჩვენ ქართველიერი რომ ის ჯანსაღი და ხალასი საუკეთესო ნაწილი გამოიწრთოს აი ამ განსაცდელებში რომ ასე წარუდგეთ უფალს ახლა 40 წელი გავიხსენოთ ტყუილად კი არ ატარა უბალმა ბიბლიაში ებრაელთა ერი რა 40 წელი სულადაც არ ჭირდებოდა იმის გავლას დღესაც მავანი სვამს კითხვას რომ რით ვერ გამოვედით მდგომარეობიდან აი 90-იან წლებიდან მოყოლებული თქვა 30 წელი გავიდა თითქმის და ისევ ამ რთულ პირობებში ვართ ეკონომიურად სულიერად ეროვნულად თქვა საზოგადოებრივად ნუ თუ ასეთი ასე ვთქვათ ჩამოუყალიბებელი ხალხი ვართ და ასეთი შეუმდგარი როცა სხვა ქვეყნები რაღაცნაირად ადარებენ რომ მეტნაკლებად სტაბილურია და ასე შემდეგ არა ეს სულიერი პროცესია აქედან უნდა შევხედოთ ეს მიდის აი გამოწრთობა გამოდნობა საუკეთესოში ჩამოყალიბება ადამიანის ხო და თამდევი პროცესებია ყველაფრისა ის რაც თქვათ ამ წუთში არ მოგწონს და ამ წუთში რაღაცნაირად თვალშეწუდად ხდება ეს თამდევი პროცესია და რაც უფრო უმტკივნეულოდ გადავივლით აი ამ გარდამავალ პერიოდს რომ მitnaklebat დავზიანდები და დასანანია თუ კი თაობის რომელიმე ნაწილი რაღაცნაირად ჩამორჩება აი ამ დროებას აი ამ სულისკვეთებას და რაღაცნაირად მოწყდება აი ამ ვენახს როგორც ხმელი ტოტი ხო ეს არის დასანანი თორე ყოველთვის იარსებებს ჩვენი ეკლესია ყოველთვის იარსებებს ჩვენი ქვეყანა და ყოველთვის ქართველი ერი გააგრძელებს ამ ისტორიულ უდიდეს და სამართო მისიას და მე მინდა უბრალოდ ყველას კიდევ ერთხელ მოუწოდო რომ აი ამ